დიახ, როგორც პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს მთავარმა მოწმემა ამ საქმის, ეს არის მთავარი გამომძიებელი საქმის, რომელმაც შეისწავლა ბუნებრივია საქმის მასალები, გამოკითხა თავად დაზარალებული უფლებამონაცვლე, გამოკითხა ასევე ბრალდებულები, მან დაადასტურა ის მიმოწერები, რომელიც საგამოძიებო უწყებამ ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონებიდან, ისაუბრა იმ შინაარსზე, რაზეც ჰქონდათ მსჯელობა დაკავებულ არასრულწყობლებს, მათ შორის ახალგაზრდა გოგონას. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ანინას ყიდაშვილმა იცოდა მძიმე დანაშაულის შესახებ, დანაშაულის ჩადენამდეც და დანაშაულის ჩადენის შემდეგაც, თუმცა მან არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ყოველივე განაცხადებინა პოლიციაში. რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვას, მას უკვე განსხვავებით მძიმე ბრალს ედავება გამოძიება, მას დანაშაულის 28 წლის მასწავლებლის მკვლელობის მომზადებას ედავება საგამოძიებო უწყება. იმ შემთხვევაში თუ დემეტრე ჩიქოვანს დაუმტკიცდება შრული მუხლით, მას 10 წლიანი სასჯელი ემუქრება უკვე, ორივე დაკავებული არასრულწლოვანი სასამართლო პროცესებზე დუმს. ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, არც აღიარებენ და არც გამორიცხავენ მუხლს, რომელსაც მათ საგამოძიებო უწყება ედავება. შესაბამისად, დღეს პროკურორმა განაცხადა, რომ მათთვის არ განიხილება საპროცესო შეთანხმება, არც მოუმართავთ ადვოკატებს ამის შესახებ და რომც მომართონ, როგორც პროკურორი აცხადებს, დაზარალებულის უფლებამონაცვლე იქნება კატეგორიული წინააღმდეგი, რომ არასრულწყობლებს სასჯელი შეუმსუბუქდეთ. Გაიკითხა ორი მოწმე, პირველი ეს გახლავთ ლუკა მაყაშვილი, ეს არის ბრალდებულების მეგობარი, რომელთანაც მიმოწერა ჰქონდა დემეტრე ჩიქოვანს. სწორედ დემეტრე ჩიქოვანი ამ პირს წერდა, რომ გიორგი რეკაძისთვის გადაეცა, რომ საშკაც იგივე ალექსანდრე გაბაშვილს თემქაზე გაყოლოდა. მოუწოდებდა, რომ შემთხვევის ადგილზე წასულიყო ალექსანდრე გაბაშვილთან ერთად გიორგი რეკაძე და დახმარებოდა მას დანაშაულის ჩადენაში. რაც შეეხება მეორე მოწმეს, ეს არის საქმის ძირითადი გამომძიებელი. ანინას ყიდაშვილმა ზუსტად იცოდა, რომ მზადებოდა დანაშაული, რომელიც მიმართული იყო გიგა ავალიანის წინააღმდეგ. ანინას ყიდაშვილი პირდაპირ ეუბნება ალექსანდრე გაბაშვილს, რომ წინასწარ ეცოდება და წარმოუდგენია თუ რას დამართებენ გიგა ავალიანს თავდასხმის შემთხვევაში ბრალდებულები. ანინას ყიდაშვილმა ზუსტად იცოდა ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით უკვე 1 ოქტომბერს, როცა ეს ფაქტი მოხდა, ამას ადასტურებს ტაქსის მძღოლი სარტო თაღიაშვილის ჩვენება, რომელმაც გითხრა, რომ როდესაც შემთხვევის ადგილიდან გარბოდნენ გიორგი რეკაძე და ალექსანდრე გაბაშვილი, მათ ტაქსში ისაუბრეს მომხდართან დაკავშირებით. ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას, დუმილის უფლების გამოყენება ნიშნავს, რომ ისინი არ აღიარებენ დანაშაულს. საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ წარმოებს და არც არასოდეს ყოფილა მსგავსი მოლაპარაკება ჩვენ შორის. როდესაც ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და არ აღიარებს დანაშაულს, ეს თავისთავად გამორიცხავს რაიმე მოლაპარაკების არსებობა. დიახ, ეკა კუპატაძე ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა დღევანდელ სასამართლოს ხდომას, ის დღეს პროცესი არ დასწრებია. სავარაუდოდ შვილუკლული დედა მოვა უკვე დასკვნით ეტაპზე, როდესაც გადავა სასამართლოს ხდომები და ბუნებრივია განაჩენის გამოცხადებას დაესწრება, მას აინტერესებს თითქმის ყველა ეპიზოდი, რაზეც არიან ბრალდებულები მისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილები ამ შემთხვევაში. ეკა კუპატაძემ დილას დაწერა საჯარო პოსტი, ის გამოეხმაურა იმ შეტყობინებას, რომელიც მას მისწერა ჩიქოვანის, დემეტრე ჩიქოვანის დედა, მასთან შეხვედრა ითხოვა, ეს იყო პირადი შეტყობინება, თუმცა ეკა კუპატაძემ საჯარო პოსტით კატეგორიულად გამორიცხა ბრალდებულის დედასთან შეხვედრა და წერილობით შეუთვალა მას, რომ გამორიცხოს ყოველგვარი კავშირი მასთან. თავად სოფო ძნელაძეს ვკითხეთ, რატომ სურს ეკა კუპატაძესთან შეხვედრა, რა არის მიზანი და რა არის ის შინაარსი იმ შეტყობინების, რომელიც მან გაუგზავნა ეკა კუპატაძეს, რაზეც სოფო ძნელაძემ გვიპასუხა, რომ ეს იყო წმინდა ემოციური წერილი, რომელიც ჩულმკვდარ დედას მიწერა, ბრალდებულის დედა. ალბათ ეკას აქვს ეს ჩემი მიწერილი SMS-ი და სთხოვეთ, რომ მან გაასაჯაროს. მე ჩემი პირადი ემოციები მივწერე მას და ამაზე საუბარი საჯაროდ არ მინდა. მიმაჩნია და ვთვლი, რომ ის დიალოგი გვეკუთვნის ჩვენ. მეც ვერაფერს ვერ ვფიქრობ. შემდეგი სასამართლო პროცესი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულების საქმეზე მიმდინარე თვეში ჩაინიშნა მომდევნო კვირაში, სადაც საბრალდებო უწყება გააგრძელებს გამოკითხვას მოწმეების, მის მიერ მოყვანილი მოწმეების და ასევე შემდგომი ეტაპი იქნება უკვე წერილობითი მტკიცებულებები და ჯერი გადავა ადვოკატებზე. დაახლოებით 3 პროცესში გამოაცხადებს მოსამართლე უკვე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მეორე ეპიზოდზე განაჩენს.